ბატონო უგზარ არჩევანი იყო მრავლისთქმელი იმ გაგებით, სად იქნებოდა პაპის პირველი საგარეო ვიზიტი. ის ჩავიდა თურქეთში და შეხვდა იმ ეკლესიის წარმომადგენლებს, სოფლიო პატრიარქს, ალექსანდრიის პატრიარქს, რომლებიც არიან უძველესი ეკლესიები, ხო? რომელიც ისტორიულ გარემოებად ბევრი პატრიარქი იყო. თითქმის აღმოსავლური ეკლესიის პეტრარქის წარმომადგენელი თითქმის ყველა იყო. ახლა თუ აიღოთ ახლა თქვენ ძალიან მართლმადიდებლები შეიძლება ჩავთვალოთ სრულად იყვნენ წარმოდგენილი, იმიტომ რომ სოფლიო ეკუმენური პატრიარქი იყო, მისი სტუმარი იყო, ერთად იყო ჩავთვალოთ, რომ მთლიანად მართლმადიდებლური ეკლესია იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, იყვნენ სხვა აღმოსავლეთის პატრიარქები, იმის მიუხედავად, თქვათ, აი რომელ კრებამდე მიყვებოდნენ, ხო, ამას. ინტეგ ზოგი მესამე, ზოგი მეოთხე კრების მერე ჩამოშორდა. ანუ შეიძლება ეს ჩავთვალოთ, რომ სრულიად ქრისტიანული შეხვედრა იყო. და ახლა თქვენ ძალიან შესავალში, რომ ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი რომის პაპისა მისი აღსაყდრების შემდეგ. და რომელიც თქვათ, აი ნიკეის სოფლიო კრების 1700 წლის თავის უდიდეს თარიღი არის, ხო? 1700 წელი გავიდა იმ პირველი სოფლიო კრებიდან, რომელიც კონსტანტინე დიდმა ჩაატარა. და ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ზუსტად ახან ეს დიდი თარიღია, რომ აი დაწყებული იყო მისი ეს ოფიციალური გაგრძელება, ხო? ვიზიტები ახლა ბეირუთში არის, დაწყებული იყო აქედან, შეიძლება ითქვას, რომ ნიკეიდან. თვითონ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან დიდი 4 დღე იყო ფაქტიურად, ახლა 2 დღე ბეირუთში იქნება, 4 დღე იყო თურქეთში. მე მინდა რომ პატარა ექსკურსია გავაკეთო თვითონ, იმიტომ რომ ეს რომის პაპი ხო მარტო ეკლესიის მეთაური არ არის, სახელმწიფო ვატიკანის სუვერენიც არის. ამიტომ გასაგებია, როცა ის ჩადის ქვეყანაში, ქვეყნის პირველ პირს უნდა შეხვდეს, ვიზიტი ესე დაიწყოს. მართლაც პირველი ჩაფრენ ის ანკარაში ოფიციალური შეხვედრა იყო, ყველაზე მაღალი დონის რაც ტარდება შეხვედრები. ჩვენ ხედავთ ახლა კადრებს, ის ერდოღან რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მას შეხვდა და ოფიციალური მიღება მოუწყო მას. ოფიციალური და როგორც სახელმწიფოს მეთაურს. როგორც სახელმწიფოს მეთაურს და აქ შეეხენ ზუსტად იმ საკითხებს, რომელიც აქტუალურია, თქო, ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ ეხლა ზოგს მოსწონს, არ მოსწონს, ფაქტია, რომ ერდოღანი არის ლიდერი რეგიონში. და რა თქმა უნდა, მასზე ბევრია დამოკიდებული, როგორ განვითარდება სამშვიდობო პროცესები. ეხლა შეიძლება როცა ორი მეთაური ხდება ოფიციალურ შეხვედრაზე, ძალიან პროტოკოლური ტექსტებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პაპმაც აღნიშნა ერდოღანის როლი აი მშვიდობის დამყარებაში და ასევე, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა თურქეთის მხარემ პაპის დიდ როლს სამშვიდობო პროცესებში. ეს არის ორი ესე დიდი აღიარება ორი მხრიდან. შემდგომი როგორც ზაინთ ეს არის უკვე თქვათ კონსტანტინოპოლში სტამბოლში ეს შეხვედრები ძალიან დატვირთული იყო. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხა ცენტრი ესე თქვა ზენიტი ეს იყო რა თქმა უნდა იზნიკში, ანუ ნიკეაში შეხვედრაზე ძალიან ლამაზი იყო. ახლა ალბათ კადრებში ვინც ნახა ბევრმა ზღვის პირზე იქ არის ის ნანგრევები, უბრალოდ საძირკველია დარჩენილი, იქ ჩატარდა და აქ იყვნენ წარმოდგენილი ეს პატრიარქები, ყველა ეკლესიის. რატო ამით ხაზი გაესმა ესე იმ 1700 წლის წინ, როცა ყველა ქრისტიანი ეპისკოპოსი ერთად შეიკრიბა ნიკეაში და ეს არის უდიდესი, თქვათ, მნიშვნელობის კრება, როდესაც წამსი მიიღეს. ანუ შეთანხმდნენ რა არის ქრისტიანობა, ყველა ეპისკოპოსი შეთანხმდა, იმიტომ რომ აი 300-მდე ეპისკოპოსია, რა თქმა უნდა, ყველა თავის თავს და მოციქულთა მემკვიდრე და რაღაცა განსხვავებები იყო მათ სწავლებაში, თუნდაც აი აღდგომის აღნიშვნაში ეს რიცხვის განსხვავებული იყო იმ პერიოდში და ამ კრების მნიშვნელობა ის არის, რომ ისინი შეთანხმდნენ ერთიანობაზე რა გვწამს. აი ყველაფერი 12 მუხლიანი წამსი მე კონსტანტინოპოლის კრებაზე კიდე ხელმეორე დამტკიცდა რა გვწამს, ანუ ვინ ვარ ჩვენ ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები. ეს დამტკიცდა და ასევე შეთანხმდა, რომ აღდგომის აღნიშვნა იყოს ერთ თარიღს. აი ზუსტად ეხლაც აი მას ხაზი გაესვა სიმბოლურად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ იყო ყველა პატრიარქი, რომის პაპი და ერთად წაიკითხეს წამსი, აი ლიტურგიის ბოლოს წამსი წაიკითხეს ერთად. აქაც ახლა სოციალურ ქსელებს როცა
ვადენები თვალს, ხა ჩვენთან საქართველოში და უცხოეთშიც, იმიტომ ეს ფაქტია ძალიან ესე გაშუქდა ფართოდ. არის ცოტა რაღაც განსხვავებული მიდგომები. თუათ გინაც კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის, რომ აქ აღნიშნე, რომ პაპმა წაიკითხა ფილოკვის გარეშეო. მე ვთვლი, რომ ეხლა ეს თუ ჩავმავდებით, ნახავთ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, იმიტომ როცა იოანე პავლე მეორე ესტუმრა თურქეთს და მსოფლიო პატრიარქთან ჰქონდა შეხვედრა და ფაქტიურად აღნიშნა, რომ იოანე 23-ის შემდეგ ამ შეხვედრებას სისტემატური ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის პავლე მე-6-ის ვიზიტი ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, როდესაც ერთმანეთს მათ შეუნდეს ანათემები მოუხდა. პატრიარქი ათენაგორას დროს და მაგ ხაზს გაუსვა, რომ ეს არ ყოფილა ეკლესიებს შორის, ეს იყო პატრიარქებს შორის და მოიხსნეს ანათემები. შემდეგ უკვე იოანე პავლე მეორე ვახსენდა, რატომ მნიშვნელოვანია, მათ უკვე ერთად წაიკითხეს მწამსი ფილოკვის გარეშე. ანუ ამით ხაზი გაუსვა დასავლეთ ეკლესიამ, რომ ეს არ არის დოგმატური განსხვავება და შეიძლება თქვათ ესეც ერთიანობისთვისაც რომ განმარტოთ ფილოკვის საკითხი იყო მთავარი წყალგამყოფი დავა კათოლიკ ეკლესიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, როცა ეს სქიზმა მოხდა, მაშინ ფილოქვე სიტყვით ნიშნავს დაძისაგან, ძისაგან, სულიწმინდის შესახებ მუხლებში და მამისაგან და ძისაგან. კათოლიკ ეკლესია მიიჩნევს, რომ დაძისაგან იყო საკვანძო მნიშვნელობისა თავის დროზე, მაგრამ აი როგორც ახალ ბატონო ნუგზარმა აღნიშნა, ამაზე უკვე არსებობს რაღაცა კონსენსუსი, ხო შეიძლება ასე ვთქვათ. მე ვიტყვი, რომ თავიდან ის სქიზმას რო უწოდებენ 1054 წელს, ეს საბაბი იყო ფილოკვის. სიანურში ეს არის პოლიტიკური, ბუნებრივია, გაყოფა მოხდა მაშინაც. პოლიტიკური მინისტრ. სიანურში მათ გაყოფა მრავალჯერ ჰქონდათ კონსტანტინოპოლისა და რომის პაპს, ეს განხეთქილებები იყო, უბრალოდ მაშინ ესე გაფორმდა. აქ დისკუსია იყო იმაზე, რომ რომის იმპერიის დედაქალაქი იმპერიის დედაქალაქის პრიმატს უნდა ყოფილიყო ის პრიმატი სამი კონსტანტინოპოლი აცხადებდა, რახან იმპერატორი აქ არის საიმპერატორო ქალაქი, ჩვენ ვართ პირველი რომის პაპი, თვლიდა, რომ პეტრე მოციქულის ტახტზე ვართ ჩვენ და ჩვენ ვართ პირველი. აი ეს პრიმატი სენურში ეს არის. დღესაც ეს არის, რომ აი მას აქაც შეეხნენ. პრიმატის პრობლემას აქაც გაჟღერდა. ესე იგი პირველი ეს აღნიშნეთ, აი იზნიქში ეს ერთობლივი მსახურება. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი წირვა ჩატარდა თავარ საკათედრო ტაძარში, სტამბოლში, სულიწმინდის ტაძარი, სადაც შუაშორის ის იოანე 23 რო ახსენ ის მსახურობდა და ყველა პაპი ჩადის და იმ ტაძარში არის ყველა იოანე პავლე მეორე მგონი სამჯერ იყო და მათი ქანდაკებებიც არის ეზოში გამოდგული. იქ დასრებას დაესწრო ძირითადად სტამბოლის კათოლიკე მრევლი და თქონდა სტუმრების და კიდე ერთი მომენტი მინდა აღნიშნო, რომ შეზღუდული იყო მომლოცველობა აი ამ ვიზიტის დროს. და ეხლა ზოგს გაუკვირდა გამოთქვეს, როცა პაპი ჩადის ხოლმე ახლო მეზობელი ქვეყნებიდან უამრავი ათასობით ადამიანი მომლოცველი ჩადის ხოლმე. აქ იყო შეზღუდული და ზოგმა ვერ გაიგო რატომ, მაგრამ ამას აქ თავის ახსნა, რომ პაპის სურვილი იყო, წმინდა საყდრის სურვილი იყო, რომ აჩერება მეტი ადგილობრივი კათოლიკე დასწრებოდა მსახურებას. იქ რაოდენობა შეზღუდულია და კიდე ერთ მინდა ხაზი გავუსვა, ხა სწორედ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა, რომ ეხლა ზოგი თulis აი სახელმწიფო იქ ერთგვარად რეპრესიას ატარებს ამ კათოლიკესა და ქრისტიანების მიმართ. ესე არ არის, უბრალოდ უსაფრთხოების დაცვა უნდათ, ვიცით რომ ნუ თქვათ იყო შემთხვევები, არაერთი ეს ტერორისტული აქტები, ამიტომ ბოლო წლებში ძალიან გამკაცრებული არის. ამ ხრივ ნებისმიერ თქვათ ეკლესიაში წინ უკვე სახელმწიფო დაცვა, სანამ შედის მრევლი ეკლესიაში, მანამ ამოწმებენ იარაღი არ იყოს. მერე ყველა ეკლესიას თავისი მრევლის წევრებიდან ყავს ესეთი სამსახური ეგრეთ წოდებული დაცვის, რომ იქ შიგნით წესრიგს მიაქცევენ ყოველდღე. ამიტომ იყო შეზღუდული. ესე იგი მთავარი აქცენტი გაკეთო, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი კათოლიკე დასწრებული. მათ შორის იყო ეს სტამბოლის ქართული სამრევლოც იყო, ეს ზაზაძეების ოჯახი, ისინიც ესწრებოდნენ. შემდეგ იყო პატრიარქთან ერთად, აი ამავე წმინდა გიორგის ტაძარში, მსახურება ეს არის საპატრიარქო ტაძარია. თავარი საპატრიარქი, სოფლიო პატრიარქი. იქ ფანარში შეხვედრა იყოს. ასევე იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო სულთან აჰმედის მეჩეთში, სადაც ადგილობრივი მუსლიმი
სასულიერო პირები იყვნენ და ხაზ გაუსვა რომ იქ სტამბოლის მერი ვალი ყველგან ესწრებოდა აი ამ შეხვედრებს, ანუ სახელმწიფოს მხრიდანაც იყო იქ, რა ქვია, მონაწილეობა. ასე რომ, ფართო კუთხის იყო, ძალიან დატვირთული იყო. თავისთავად ეს 60 ქულო გზავნილი არის პაპის მხრიდან აშკარად, იმიტომ რომ ის მისი ვიზიტი აღმოსავლეთში, მან დაიწყო აღმოსავლეთიდან, ხო, ის ჩავიდა, შეხვდა დავის უძველეს ეკლესიებს, შემდგომ ჩავიდა ახლა ის ლიბანში, ხო, საკმაოდ მწვავე ადგილას, სადაც არ არის პარტივი ჩასვლა. ხო, ალბათ ეხლა ყველაზე არის მივხვდეთ თუ არა საით არის მისი ხედვა მათ შორის, აი არის თუ არა მისთვის პრიორიტეტი აღმოსავლეთის ეკლესიებთან ურთიერთობა, ეს არის გაღრმავება ურთიერთობა. მშვიდობის დაცვა. საერთოდ მშვიდობის დაცვა აღმოსავლეთის ეკლესიებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ იქ იზნექში წაიკითხეს წამსი. და წმინდა გიორგის ტაძარში იქ ერთად წაიკითხეს მამაო ჩვენო. აი ამ ყველა პაპმა და ყველა პატრიარქმა შეკრებილმა მრევლმა. აქ იყო აქცენტი ამ ერთიანობაზე და ეხლა აქაც მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ აქ ჩვენთან ცოტა ესე სხვანაირად ესმით რაღაც ეკუმენიზმი, რაღაც საშინელებები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ აქ არის საუბარი რომ გაერთიანე რაღაც მექანიკურად, რომ ერთი ეკლესია იყოს, აქ არის. ეს არის სიმდიდრე მრავალფეროვნებაში, რომ ერთად ითანამშრომლონ ეკლესიებს ერთმანეთში, რომ გასაყოფი არაფერი არ აქვს, ისინი ყველა ინსტიტუციურად დარჩება ცალკე ეკლესიად, მაგრამ თანამშრომლობა რაც ქრისტეში გვაერთიანებს, ხო, ეს არის თავი, რათა ყველანი ერთი ვიყოთ. ეს გზავნილია და რათა ეს თანამშრომლობა იყოს, რომ არ იყოს გაუგებრობები და ასევე აქ იყო საუბარი, ეს ხელი მოაწერეს მაგასაც, რომ მომავალში, რა თქმა უნდა, ახლა ეს ხვალდაზე და მომავალ წელს არ იქნება აღდგომის ერთად აღნიშვნა. ეხლა შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით თქვენ ტელევიზია ყოველთვის ამას აჩვენებს ინფორმაცია. არის ხოლმე, როცა შობა აღინიშნება 25 დეკემბერს, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა ეკლესიებიც ამ თარიღზეა. 25 დეკემბერს კი, და სხვა ეკლესიებიც აღნიშნავენ 25-ში. მაგრამ რუსები, სერბები და იერუსალიმის ეკლესია აღნიშნავთ მხოლოდ ამ ძვლის წელს. და აღდგომა არის ახალ მოძრავია სხვაით. ეხლა აქ არის საუბარი, რომ კი, აი შობა ამ ახალ სტილზე, გასაგები გრიგორიუსის სტილია და იულიუსის კალენდარი და განახლებული იულიუსის კალენდარი, ესე მაინც ხალხში გასაგებია იყოს ახალი სტილი, ძველი სტილი, ხო ესე ვიტყვიან და რომ აი აღდგომაზე რომ შეთანხმდნენ, შეიძლება მოხდეს რომ აღდგომა ძველი სტილით აღინიშნოს. შეიძლება, მაგრამ ამაზე არის ეს შეთანხმებები და ალბათ დაჭირდება რამდენიმე წელიწადი, იმიტომ რომ ეს ძალიან ძნელია. ხა ჩვენ ვიცით 1927-ში საქართველოს ეკლესიაც ცდილობდა რომ გადასულიყო და გადავიდა, ჩაატარეს თქვათ ახალ სტილზე, მაგრამ ახლა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მრევლის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, ისევ მერე შეაჩერეს ეს. არ დახურულა, შეაჩერეს ეს პროცესი. აქაც რა თქმა უნდა ძალიან რთულია, ხა მორწმუნეს უცებ უთხრა, რომ აი ხლა ამ რიცხვში კი არა, ამ რიცხვში უნდა გადავიდეთ. ვერ იგებს ბევრი. ამას და ამან რო არ გამოიწვევს მე რაღაც განხეთქილება, ის გაუგებრობები, უნდა ეკლესიება იმუშაო. ეს დიდი პროცესია, ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა, რომ ეს არის ესეთი, როგორ თვლიან, აი რომის პაპის მხრიდან და კათოლიკე ეკლესიის მხრიდან რაღაც აი დათმობა ხოთ კარგი გაგებით. დათმობა იმისთვის, რომ იყოს ერთიანობა. კი ბატონო. ამას საერთოდ თავისთავად მართლმადიდებელ სამყაროში, მართლმადიდებელ ეკლესიებში არ არის მარტივი პროცესი ახლა, ხო, ჩვენ ხედავთ, რომ ორ ხალხ შორის, რომლებიც მართლმადიდებლები არიან, ომი მიმდინარეობს სისხლისმცველი ევროპის ტერიტორიაზე. ასევე ფაქტია, რომ ბოლო წლებში რუსეთის ეკლესიამ ესე იგი მნიშვნელოვნად დისტანცირდა დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროსაგან. და მათ რა 19 წელში 2019 წელში ხო, მათ შორის რაც კრებას არ დაესწრნენ რუსები, მათ შორის არჩევენ რუსების სამხედროობით და რუსების მოთხოვნით პრაქტიკულად დიდი კრება რომელიც გაიმართა, ხო? ანუ დისტანცირება მოხდა, და ერთმანეთს არც მოიხსენებენ სოფლიო პატრიარქი. არ მოი განსაკუთრებით. ეს ამტკივნეული საკითხია საერთოდ მართლმადიდებლური სამყაროსათვის, იმიტომ რომ ახლა ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი
ძალიან ძლიერი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქო, ისინი თქვა თვლიან, რომ ახან სოფლიო პატრიარქმა ტომოსი გადასცა უკრაინის ეკლესია, სრულიად სამართლიანად, იურიდიულად რო აიღო საეკლესიო კანონიკის, რომ ცალკე სახელმწიფო და მას ცალკე ავტოკეფალური ეკლესია უნდა ქონდეს, იმიტომ უკრაინა არ არის რუსეთის კოლონია, ხო? აი ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩათვალა მოსკოვის პატრიარქმა, რომ თქვა ეს ბერძნები მისი მტრები არიან. ანუ ყოველ შემთხვევაში ის ეკლესიები, რომლებაც აღიარეს უკრაინის ავტოკეფალია და არ მოიხსენიებენ მართალბერძნები, თქვენ არ მოიხსენებენ ლოცვაში. და ეს არის მის მიუთითებს ღრმა კრიზისსა და პრობლემაზე, ხო? თავისთავად პაპის ვიზიტი ამ ხრივაც არის თუ არა რაღაცნაირად ძალიან ნიშნავს და კიდე ერთი პლასტი არის ისლამურ სამყაროში, მუსლიმურ სამყაროში, თქვათ, ძალიან ცუდად აღიქმევა, რომ ხედავ, რომ აი ქრისტიანები როგორ ერთმანეთში არიან დაპირისპირებული და აი ესეც არის ეს ვიზიტიც იმის მაჩვენებელი, რომ აჩვენოს, რომ ქრისტიანები ჩვენ ერთად ვართ. All შემთხვევაში ეს კიდე ერთხელ ხაზს უსვამს. ეს არის რაღაც მექანიკური გაერთიანება, ეს არის ერთად თანაცხოვრება, ერთად მსახურება ქრისტეში. ერთი საქმის საკითხები. მადლობა ძალიან დიდი. ნუგზარ ბარდაველიძე იყო ჩვენთან ერთად, ქართული მეცნიერი, ისტორიკოსი, ბათუმის დაგამშვიდობებით.